გადამდგარი საზღვაო დაზვერვის ოფიცერი ჰალ კემფერი. გაეცანით ახლო აღმოსავლეთის ომის ახალ ამბებს Fox-ის იეშა ჰასნაინისგან. ფიქრობ ნატო სულეურად იქცევა. ისინი არ მჭირდება, მაგრამ იქ უნდა ყოფილიყვნენ. პრეზიდენტმა ტრამპმა ნატო გააკრიტიკა პრემიერ-მინისტრის მასპინძლობისას. დღეს ოვალურ კაბინეტში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დაიცვა. კეირ სტარმერი ჩერჩილი არ არის. კეირ სტარმერმა დიდი წვლილი შეიტანა ირლანდიასა და გაერთიანებულ სამეფოს ურთიერთობაში. ჯერა რომ ის გულწრფელი და სერიოზული ადამიანია, ვისთანაც შეგიძლია კარგად შეეწყო. თეთრ სახლში ირანზე თავდასხმებს შიდა წინააღმდეგობა აქვს. ეროვნული ანტიტერორისტული ცენტრის დირექტორმა ჯო კენტმა გადადგა მიზეზად დაასახელა, რომ ირანი ჩვენი ქვეყნისთვის უშუალო საფრთხეს არ წარმოადგენს და რომ ტრამპმა ისრაელის ზეწოლას დაუთმო. პრეზიდენტმა კაროლინ ლევიტმა უპასუხა და განაცხადა, რომ პრეზიდენტს ჰქონდა მტკიცე და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომ ირანი ამერიკის წინააღმდეგ თავდასხმას გეგმავდა. პირველ რიგში მე ყოველთვის ფიქრობდი, რომ ის უსაფრთხოებაში ძალიან სუსტი იყო. ორმა მთავრობის ცხარომ Fox News დაადასტურა, რომ კენტი ირანის საკითხზე შეხვედრებს არ ესწრებოდა. დემოკრატები აცხადებენ, რომ ტრამპის მთავრობას გამარჯვების გეგმა არ აქვს. ისინი თითქოს ყოველთვის ახლოს არიან. კიდევ ერთი მისია შესრულებულია დაფის დაკიდეებასთან, ჩვენ კი ისევ ვითანჯებით. ტრამპის ვიზიტი ჩინეთში კონფლიქტის გამო გადაიდო, ხოლო მთავრობა ამშვიდებს ამერიკელებს და აღიარებს, რომ ხანგრძლივი პროცესი მომხმარებლებს აზარალებს. თუ ეს გაგრძელდებოდა, რეალურად დიდ ზიანს არ მიაყენებდა აშშ-ის ეკონომიკას, ეს დააზარალებდა მომხმარებელს. მაგრამ ეს ყველაზე ნაკლები საზრუნავია, რადგან ჩვენ ძალიან დარწმუნებულები ვართ, რომ გრაფიკზე წინ ვართ. დღეს პრეზიდენტმა ტრამპმა სენატს კვლავ მოუწოდა დაამტკიცოს გადაარჩინე ამერიკა აქტი და რესპუბლიკელებს დაემუქრა, რომ წინააღმდეგობის შემთხვევაში მათ მხარდაჭერას არ მისცემს. სენატი ოფიციალურად განიხილავს კანონპროექტს. პროცესი შეიძლება საათები ან დღეები გაგრძელდეს. თეთრი სახლიდან მე ვარ იეშა ჰასნაინი, Fox News-დან. აშშ-მა აცნობა, რომ ისინი 2.5 ტონიან გამჭოლი ბომბებს იხენებენ. ირანში ცენტრალურმა სარდლობამ რამდენიმე საათის წინ განაცხადა, რომ აშშ-ის ძალებმა 2.5 ტონიანი გამჭოლი ბომბები გამოიყენეს. ჰორმუზის სრუტესთან ირანის სანაპიროზე განთავსებული ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტები, მათი თქმით, სრუტეში ნავიგაციისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. ყოფილი საზღვაო დაზვერვის ოფიცერი და Scrap პოდკასტის წამყვანი ჰალ კემფერი დღეს ჩვენთანაა. 2.5 ტონიანი ღრმა გამჭოლი საბრძოლო მასალა. აქამდე თუ გამოგვიყენებია. რამდენადაც ვიცი, არა მგონია რომ ეს მოდელი პირველად გამოიყენეს, თუმცა საკმაოდ თანამედროვე ღრმა გამჭოლი საბრძოლო მასალა უკვე გქონია გამოყენებული. მაგრამ ეს, როგორც ამბობენ, კონკრეტულად ის მოდელია, რომელიც აქამდე არ გამოგვიყენებია. ამიტომ მათ სიტყვას უნდა ვენდო. გარეგნულად გავს იმას, რაც უკვე გვიყენებია. მაგრამ ისინი განსაკუთრებით ბოლო 5-7 წელიწადში ამას აკეთებენ. მრავალი კვლევა და განვითარებაა უნიკალურ საბრძოლო მასალებზე, რომლებიც ღრმა მიწისქვეშა თავშესაფრების, ობიექტების, გვირაბების გასანადგურებლად გამოიყენება, განსაკუთრებით ირანში, ასევე ჩრდილოეთ კორეასა და სხვაგან. ჩვენ უფრო და უფრო ხშირად ვხედავთ სიტუაციებს, როდესაც ისინი მიწაში მალავენ თავიანთ ობიექტებს, სადაც ინახავენ დრონებს, ბალისტიკურ რაკეტებს და სხვა ყველაფერს. მათ განაცხადეს, რომ იარაღმა დაარტყა სანაპიროს გვირაბს, სადაც ფრთოსანი და ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები ინახებოდა. ეს ეფექტური გამოყენება იყო. როგორც აღსანიშნავია, B1B, ძიმე ბომბდამშენები ირანის თავზე დაფრინავენ. 52-ები რეგიონში არიან, ზუსტად არ ვიცი რას უტევენ. სანაპიროს გასწვრივ საჰაერო თავდაცვის სისტემების განადგურება, რასაც ახლა ვაკეთებთ, ამ დიდ ბომბდამშენებს, რომლებიც B2-ზე მეტს იტევენ, მოქმედების საშუალებას აძლევს. ისინი შეიძლება წინა პოზიციებზე იყვნენ, რაც მეტ საბრძოლო გაფრენას უზრუნველყოფს დღეში. ამ ძიმე შეიარაღების წაგება მიწისქვეშა ობიექტების გასანეიტრალებლად და მათი ხომალდსაწინააღმდეგო შესაძლებლობების დასასუსტებლად. ჰორმუზის სრუტეში სწრაფად. ჰალ, აქ მოსვლამდე ცოტა ხნით ადრე შევიტყვეთ რამადგანზე თავდასხმის შესახებ. ისრაელის ცენტრშია, კამერა ზემოთ მიდის. შენობის ზედა ნაწილი ცოტა ხნის წინ დააზიანა თავდასხმამ. ჩვენ ვუყურებდით კამერას და ისინი მდგომარეობას აფასებდნენ.
თავდასხმა ნამდვილად მოხდა და როგორც ჩანს თელ-ავივის რაიონს შეეხო. მაინტერესებს, შეგვიძლია თუ არა თრეი ინგსტის პოსტის გამოჩენა ეკრანზე. თრეი ამბობს, რომ ისრაელის ცენტრში ჰალ-ირანის სარაკეტო თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა. კასეტური საბრძოლო მასალა თელ-ავივშიც ჩამოვარდა. შეგახსენებ ჰალ, რომ ისრაელში საკმაოდ ძლიერი ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემა აქვთ. ხანდახან ხედავთ, რომ რაღაცას მაინც გამოსდის. ერთ-ერთი რამ, რაც დავინახეთ, არის ის, რომ ირანელები თავიანთ ბალისტიკურ რაკეტებზე კასეტური ბომბების ქობინებს ამაგრებენ. ეს განსხვავდება იმისგან, რაც ივნისში ვნახეთ. ეს ცვლილებაა. როდესაც ისინი მოდიან, მაგალითად, რკინის გუმბათი, დავითის შურდული ან სხვა საჰაერო თავდაცვის სისტემა, თუ ეს სისტემა რაკეტას დაარტყამს, ეს კონკრეტულ ტერიტორიაზე მოხდება. ერთიანი და ძლიერი ასაფეთქებლის ნაცვლად ერთი საბრძოლო ქობინი ზოგჯერ ნაწილებად იშლება, მანამ სანამ განადგურდება. ამ კლასტერული საბრძოლო მასალის გაფანტვით ეს საჰაერო თავდაცვისთვის უფრო რთულ პრობლემად იქცა. ეს დიდი საკითხია. ბევრი ქვეყანა კლასტერულ საბრძოლო მასალას ომის კანონებით არალეგალურად მიიჩნევს, თუმცა ყველა ასე არ ფიქრობს. ჩვენ ვიყენებთ მათ და ასე მუშაობს ეს. ეს ძალიან დამანგრეველი გზაა დიდი ზიანის მისაკენებლად. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ირანისთვის ეს რაღაცა ისეთი ჩანს, რისი გამოყენებაც სურთ. ისრაელისთვის კი ეს იწვევს ბევრ პრობლემას საჰაერო თავდაცვის კუთხით, რადგან ისინი ცდილობენ შეაჩერონ ეს და არ დაუშვან განადგურება, როდესაც თავად ანადგურებენ ბალისტიკურ რაკეტას. ვიმსჯელოთ ჯო კენტზე. ბევრმა უკვე ისაუბრა მასზე. პრეს მცირე აუდიო შეფერხება ჰქონდა. უნდა გკითხოთ, რადგან ის ეროვნული კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორია, ხონგესმის კონტრტერორიზმზე. კენტი დღეს გადადგა ირანში ომის გამართლების გამო შეშფოთების გამო. მან განაცხადა, რომ ვერ დაუჭერს მხარს ტრამპის მთავრობის ბრძოლას. მან აღნიშნა, რომ ირანი ჩვენი ქვეყნისთვის დაუყოვნებელ საფრთხეს არ წარმოადგენდა და დასძინა. ნათელია, ეს ომი დაიწყო ისრაელისა და მისი ძლიერი ამერიკული ლობის ზეწოლით. ის კვლავ ხელმძღვანელობს ეროვნული კონტრტერორისტული ცენტრს, სააგენტოს, რომელიც პასუხისმგებელია ტერორისტული საფრთხეების ანალიზსა და გამოვლენაზე. მთავარი მიზეზი, რომელიც მან წერილში დაწერა, არის ის, რომ მას მიაჩნია ირანი არ წარმოადგენდა უშუალო საფრთხეს შეერთებული შტატებისთვის. როგორ გავიგოთ ეს საკითხი? ამაღამ რაულ იყო თუ არა ირანი უშუალო საფრთხე? ირანი მუდმივად საფრთხეს უქმნიდა აშშ-ს. მათ ყავთ აგენტები და მძინარე უჯრედები აშშ-ში. ასევე გლობალური წარმომადგენლების ქსელი ჰეზბოლას ყავს აგენტები და მძინარე უჯრედები აშშ-ში. ისინი აფინანსებენ ჰუთებს, რომლებიც ბოლო წლებში ბაბ-ელ-მანდების სრუტეში, წითელ ზღვასა და ადენის ყურეში გემებზე თავდასხმებს ახორციელებენ. ასევე არიან ერაყელის შიიტური დაჯგუფებები, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენენ. მეც მოვისმინე, რაც მან თქვა, მაგრამ მისი მსჯელობა კარგად ვერ გავიგე. შეიძლება მას ეგონა, რომ იმის გამო, რომ ირანს არ აქვს კონტინენტაშორისი რაკეტა, რომელიც აშშ-ს მიაღწევს და ჯერ არ აუშენებიათ ბირთვული ქობინი, ისინი ზუსტად არ წარმოადგენდნენ დაუყოვნებლივ საფრთხეს. ალბათ რადგან ჯერ დიდი თავდასხმა აშშ-ზე არ ყოფილა, მას გონია, რომ ისინი ჯერ რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენენ. არ ვიცი, საიდან მოდის ეს იდეა, მაგრამ შემდეგს ვიტყვი. მე ჯო კენტი NCTC-ისთვის უცნაურ არჩევანად მივიჩნიე, რადგან მას ძალიან უცნაური იდეები აქვს. როცა უყურებ მის გადადგომის სიტყვებს, სადაც ისრაელი დაადანაშაულა და ძირითადად სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მან სადა დაედანაშაულებინა ის, რასაც ის აღიქვამს როგორც ებრაული ლობი, ან რაღაცა მსგავსი, ებრაული გავლენა, ან მსგავსი რამ. მისი გადაწყვეტილების უკან აშკარად ანტისემიტიზმი იდგა, რაც ჩემი აზრია. მე ვფიქრობ, რაც მას ნამდვილად აწუხებდა იყო ის, რომ აშშ-ში ხომიცით სრულად იყვნენ ჩართული ბრძოლაში, ხომიცით კოალიციურ ომში ისრაელთან ერთად. ეს მას მხოლოდ თავისი პოლიტიკური და იდეოლოგიური შეხედულებებიდან აწუხებდა. ამ თანამდებობის დატოვება აზიანებს ანტიტერორისტულ ცენტრს ტერორიზმთან ბრძოლაში. როგორც გადამდგარი ჯაზვერის ოფიცერი, შეიძლება მიკერძოებული ვარ, მაგრამ არ მგონია ჯო კენტის სასვლა მათ შეაფერხოს. დარწმუნებული ვარ მისი შემცვლელი საქმეს მასზე არანაკლებ ან უკეთესადაც კი შეასრულებს.
მოდი განვიხილოთ ომში აშშ-ის მნიშვნელოვან მიღწევებზე ვისაუბროთ. სულ ცოტა ხნის წინ აშშ-ის ცენტკომმა სოციალურ ქსელებში მცირე ვიდეო გამოაქვეყნა. მოდით სწრაფად ვნახოთ. ჩვენ კვლავ კონცენტრირებულები ვართ სამხედრო მიზნებზე, რომლებიც მოიცავს ირანის ბალისტიკური რაკეტების, დრონებისა და საზღვაო საფრთხეების აღმოფხვრას. ამჟამად ჩვენი სამხედრო საჰაერო, საზღვაო ძალების და საზღვაო ქვეითების მფრინავებმა ერთად 6000-ზე მეტი საბრძოლო ფრენა შეასრულეს. რაც ამერიკული გაერთიანებული ძალების შეუდარებელ შესაძლებლობებს აჩვენებს. სანამფლობ საჰაერო უპირატესობას ირანის საზე ოპერაცია ეპიკურის გუნდს მიმართავ. განაგრძეთ წინსვლა, იდექით მტკიცეთ და იბრძოლეთ გამარჯვებისთვის. დიდი მადლობა და ღმერთი იყოს თქვენთან. ეს ახლახან გამოქვეყნდა აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ოფიციალურ სოციალურ გვერდზე. ბოლო 24 საათში ორი მთავარი ირანელი ლიდერი თავდასხმების შედეგად მოკლეს. ეს მოიცავს ალი ლარანჯანს, ქვეყნის მთავარ სარდალს და გენერალ გოლან რეზა სოლეიმანის, რომელიც AP-ის ცნობით შიდა უსაფრთხოების ძალას ხელმძღვანელობდა და მასობრივი საპროტესტო ტალღები ჩაახშო. რამდენად მნიშვნელოვანია ამ ორი სიკვდილი საერთო კონტექსტში? რა არის თქვენი აზრი ამაზე? ფიქრობ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ორივე გარკვეულწილად როგორც ჩანს, წარმოადგენს იმას, რასაც ეძახიან კლასიკურ ისრაელის თავდასხმას, ხელმძღვანელობის მოცილებას. უწოდებ კლასიკურს, რადგან წინა თავდასხმებში ვნახეთ შტამბეჭდავი მოვლენები, განსაკუთრებით ჰეზბოლასთან ლიბანში, ასან ნასრალას ჯგუფის ლიდერის ლიკვიდაციისას. ამიტომ მათ დროულად მოკავებული დაზვერვის საფუძველზე სწრაფად განახორციელეს შტამბეჭდავი თავდასხმები თვითმფრინავებით ან რაკეტებით, როგორც ამ შემთხვევაშიც. ლარანჯანი ცნობილია როგორც გადაწყვეტილების მიმღები, ხშირად მას ასე მოიხსენიებდნენ და ხაზს უსვამდნენ, რომ სწორედ ის იყო გადაწყვეტილების მიმღები. ის ფართოდ მიიჩნეოდა როგორც ის ადამიანი, რომელიც რეალურად იღებდა გადაწყვეტილებებს იმასთან დაკავშირებით, რაც სინამდვილეში ხდებოდა. არ ქონია შეგრძნება, რომ მოჯტაბა ხამენეი, ჩვენ არ ვიცით მისი მდგომარეობა, ან რამე გვსმენია მასზე მას შემდეგ, რაც უმაღლესი ლიდერი გახდა. მაგრამ იყო ისეთი შეგრძნება, რომ ლარანჯანი იყო ფაქტობრივად ის ადამიანი, ვინც ყველაფერს მართავდა. მას სარგებლობს რევოლუციური გვარდიის ნდობით. ამ თავდასხმამ გაანადგურა მთავარი გადაწყვეტილების მიმღები, რომელიც მაშინ რეჟიმს მართავდა. ეს მნიშვნელოვანია, ის ამ პოზიციაზე დიდი ხანია. ასე რომ, ის არ არის ადამიანი, ვისაც ადვილად ჩაანაცვლებენ. ის ფართოდ არის აღიარებული. ამიტომ კიდევ ერთხელ, რეჟიმის სანდოობის თვალსაზრისით, ის არ არის ადამიანი, ვისაც ადვილად ჩაანაცვლებენ. შემდეგ არის ღოლამ რეზა სოლეიმანი, ბასიჯის ხელმძღვანელი. ბასიჯი არის ის მართლაც დიდი ფსევდონებაყოფლობითი მილიციის ორგანიზაცია, მგონი დაახლოებით 350,000 წევრით. ესენი ექსტრემისტები არიან, იდეოლოგიურად დაკავშირებულები რეჟიმთან. მათ სამართალდამცავ ძალებს რომ უწოდო, ზედმეტად დიდი პატივია. ეს რეპრესიული ელემენტი მჭიდროდ იყო დაკავშირებული დემონსტრანტების საშინელ სიკვდილებთან დეკემბერ-იანვარში მთელ ირანში. და ისიც იქ იყო დიდი ხნის განმავლობაში. ასე რომ, ფიქრობ ორივე ეს თავდასხმა საკმაოდ დაამახსოვრებელი იყო. ეს იმიტომ, რომ ეს ერთმა კაცმა ახსენა. შეგიძლია ახსნა, რატომ ირებდა ასეთ გადაწყვეტილებებს ლარიჯანი, როცა ახალი უზენაესი ლიდერი იყო. რატომ არ აირჩიეს მასუდ პესაჩკიანი და მეორე კანდიდატი და რატომ აირჩიეს ლარიჯანი? პესაჩკიანის რეალურ გავლენაში აბსოლუტურად დარწმუნებული არ ვართ. გახსოვდეთ, ადრე მან ბოდიში მოუხადა სპარსეთის ყურის ქვეყნებს და არაბებს, რომ დაარტყეს მათ სასტუმროებს და ობიექტებს. და პირდაპირ მნიშვნელობით, როცა ის ბოდიშს იხდიდა, რევოლუციური გვარდია იმავე ქვეყნებზე კიდევ უფრო მეტ დრონსა და რაკეტას უშვებდა, ზუსტად იმავეს აკეთებდა. ეს ისე ავიქმებოდა, თითქოს ის მხოლოდ ფორმალური პრეზიდენტი იყო, რადგან ხელმძღვანელი სხვა იყო. რატომ არ ჩავთვალეთ, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ხამენეი ან მოჯტაბა, ახალი უზენაესი ლიდერი? ჩვენ მის შესახებ ინფორმაცია არ გვქონდა და არ გვინახავს იგი. ერთადერთი რაც ფაქტობრივად დავინახეთ, ის იყო რომ ახალი ამბების წამყვანმა სცენარის რამდენიმე გვერდი წაიკითხა. ხო, იცი? წერილი, რომელიც თითქოს მის მიერ იყო დაწერილი, მაგრამ ჩვენ არ მოგვისმენია. არსებობს ცნობები, რომ ის დაიჭრა, შესაძლოა სრულად გახდა უუნარო იმავე თავდასხმებში, რომლებმაც მისი მამა მოკლეს. ლოგიკური იყო, რომ იქ ყოფილიყო. არაფერი მინახავს, რაც მეტყოდა, რომ ისი გარიყო თავდასხმების დროს.
ყველაფერი დაწვებული იქიდან, რომ მას სახეზე სერიოზული ჭრილობა და ფეხებზე დაზიანებები ჰქონდა, იქამდე რომ შეიძლება ფეხიც დაეკარგა. ძიმე, შიდა და ორგანოების დაზიანებები ჰქონდა, შესაძლოა კომაშია. თუმცა ამას ვამბობ, შეიძლება იფიქრო, რომ ეს შეთქმულებაა. თავარი ისა, არავინ არაფერი იცის. ალი ლარიჯანი ავინქმებოდა როგორც გადაწყვეტილებების მიმღები, ვინც ქვეყანას მართავდა და ომის დროს რეჟიმს ხელმძღვანელობდა. ახლა კი ის სცენიდან გაქრა. სხვა ადამიანები შეიძლება მის ადგილას იყვნენ, მაგრამ მათ არ ექნებათ ალი ლარიჯანის გავლენა, აღიარება და მხარდაჭერა. ფიქრობ, ეს დროთა განმავლობაში ეფექტურად მოხდება. იგივე ვკითხეთ, როცა ნასრალაჰი ისრაელელებმა გაანეიტრალეს, ეს შეაჩერებს ჰეზბოლას. და გავიგეთ, რომ კი ეს შეანელა ნასრალაჰი იქ დიდი ხანი იყო. ასეთი ლიდერის ლიკვიდაციის შემდეგ მათ დრო სჭირდებათ ხელახლა ორგანიზებისთვის. ისრაელში ახლა ღამის 2:40-იან პირდაპირ სურათი თელ-ავივიდან. ბენიამინ ნეთანიაჰუმ დღეს შეტყობინება გააგზავნა და თქვა: ამ დილით ჩვენ გავანადგურეთ ალი ლარიჯანი. ის რევოლუციური გვარდიის ხელმძღვანელია, რომელიც განგსტერების ბანდაა და მართავს ირანს. ამასთან გავანადგურეთ ბასიჯის მეთაური და ხელქვეითები, რომლებიც თეირანსა და სხვა ქალაქებში მოსახლეობას ტერორიზებდნენ. ჩვენ იქაც მოქმედებთ ჰაერიდან, საჰაერო ძალების თვითმფრინავებით და დრონების გამოყენებით. იცი როგორია ეს? მოდი გადავიტანოთ საუბარი აქ, შეერთებულ შტატებში და ვილაპარაკოთ იმაზე, რასაც პრეზიდენტი ტრამპი ბოლო დროს ამბობს. ტრამპმა განაცხადა, რომ ნატოსა და მოკავშირეებისთვის ჰორმუზის სრუტის დაცვის წინადადება ფართოდ უარყვეს. ტრამპმა დაწერა: ეს ქმედება არ მაკვირვებს. მაგრამ ნატოს ყოველთვის ერთმხრივად აღვიქვამდის, სადაც ყოველწლიურად ასობით მილიარდს ხარჯავთ ამ ქვეყნების დასაცავად. ჩვენ დავიცალთ მათ, მაგრამ ისინი საჭიროების დროს არაფერს გააკეთებენ ჩვენთვის. ჰალ, მოკავშირეებისთვის რატო არ არის სტრატეგიულად გონივრული სრუტის დაცვაში მეტად ჩაერთონ? ამის რამდენიმე მიზეზია. ისინი დიდი ხანია პრეზიდენტ ტრამპის სიტყვიერი თავდასხმების მსხვერპლი არიან და მან მკაცრი განცხადებები გააკეთა. დანია რთულ პერიოდს გადის გრენლანდიის გამო. ცნობილია, რომ განიხილებოდა გრენლანდიის სამხედრო გზით აღება. ამ თემაზე რაიმე განხილვა იყო? და გულახდილად რომ ვთქვათ, პრეზიდენტი ტრამპი საკმაოდ გულწრფელი იყო თავის კომენტარებში სხვა ევროპელი ლიდერების მიმართ. ასევე ვფიქრობ, რომ ის ცოტა თავშეკავებული იყო კეირ სტარმერის მიმართ. მაგრამ ამ ქვეყნებთან დაკავშირებით საკითხი ორმაგია. პირველ რიგში პოლიტიკური თვალსაზრისით უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა მათგანი დემოკრატიული ქვეყანაა. მათ არ სურთ ახლო აღმოსავლეთის ომში ჩათრევა. მათი ისტორიის რეალობა ისაა, რომ დიახ, ისინი ჩვენს დასახმარებლად მოვიდნენ. ნატოს მეხუთე მუხლი მხოლოდ 11 სექტემბრის შემდეგ აშერეშორ დასაცავად ამოქმედდა. ამ ქვეყნებმა გაგზავნეს შეთავაზებები და ჯარები ერაყში, ავღანეთში და სხვა ქვეყნებში ტერორის წინააღმდეგ გლობალურ ომში. და მე ვფიქრობ, მაგალითად დანიის შემთხვევაში მათ საბოლოოდ დიდი რაოდენობით დანიელი სამხედრო დაკარგეს ერთ სულ მოსახლეზე. სოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაზე მეტი, ჩვენზე მეტიც კი. ამიტომ მათ თავიანთი პოზიცია დაიკავეს და რა თქმა უნდა დააკვირდნენ რა მოხდა ავღანეთში, როგორ დასრულდა ეს ყველაფერი და ასე შემდეგ. ამიტომაც ისინი ძალიან ერიდებიან ჩართვას. მათ ხავთ შიდა ამომრჩევლები ახლო აღმოსავლეთიდან, რომლებიც მუსლიმები არიან და ომთან დაკავშირებით ირანში განსხვავებული მოსაზრება აქვთ. და მათ ეშინიათ, რომ თუ ამას გააკეთებენ და ეს უკვე წარსულშიც უნახავთ, როცა ისინი ასეთებში ერთვებიან. ავანტიურებში ან მისიებში ახლო აღმოსავლეთში, საბოლოოდ ქუჩებში პროტესტებს და სხვა პრობლემებს აჩენენ. ამიტომ ისინი ნამდვილად ხოკმანობენ ამ საკითხში ჩარევას. პრეს Washington Post-იდან მოვისმინეთ. ისრაელი მიიჩნევს, რომ ირანელი დემონსტრანტები ქუჩაში დაბრუნების შემთხვევაში გაჟლეტილები იქნებიან, რადგან ირანის რეჟიმი დათმობას არ აპირებს. და რევოლუციური გვარდია დემონსტრანტებს დაამარცხებდა. დაუშვათ აშშ-ს ან ისრაელს დემონსტრანტების მხარდაჭერა სურდეს, როგორ შეძლებდნენ ამას. საკითხი ისაა, დაუჭირო თუ არა დემონსტრანტებს ხარი, რათა ავიცილოთ ალყა და შეუშალთ რევალოთ რევოლუციურ გვარდიას ქუჩაში გასვლა. ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ ისრაელის ხელისუფლება სწორად ამბობს, ბასიჯი და რევოლუციური გვარდია დაუყოვნებლივ ამოხოცავდნენ დემონსტრანტებს.
ისინი ამას დეკემბერსა და იანვარში უკვე აკეთებდნენ. ახლა ალბათ კიდევ უარეს გააკეთებენ, იმის გამო რაც მათ თავში ტრიალებს. დემონსტრანტებს მოღალატეებად მიიჩნევდნენ, რადგან რეჟიმს ირანად აღიქვამენ და ვინც იქ იქნებოდა, მათ მიმართ სასტიკები იქნებოდნენ. ამის წინააღმდეგობის სამხედრო გზა იქნებოდა, თუ ისრაელი და აშენე შეჩე ჩვენ განვახორციელებთ დეტალურ და დროზე ორიენტირებულ შეტევებს რევოლუციური გვარდიისა და ბასიჯის დანაყოფებზე, რათა ისინი გავანადგუროთ და ბრძოლის უნარო გავხადოთ. ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ისინი დემონსტრანტებს შეხვდებოდნენ. არსებობს კოორდინაციის დონე საჰაერო მხარდაჭერის გამოძახებასა და საკირო იარაღით ავტურული თვითმფრინავების ადგილზე დროულად მიყვანაში, რაც რთულია, მაგრამ შესაძლებელია. ახლა ვუტევთ რევოლუციური გვარდიის ალყაში მოქცეულ პოზიციებს და ვანადგურებთ ბანაკებს. ამ რეჟიმის ორივე კომპონენტს გავანეიტრალებთ მანამდე, ვიდრე პროტესტი დაიწყება. იმედი გვაქვს პროტესტებისას საერო უსაფრთხოების ძალები მათ შეუერთებიან. ეს ნაწილობრივ იცავს, მაგრამ გზა ჯერ კიდევ ბევრია. ფიქრობ ეს რამდენიმე კვირაში მოხდება. ჰალი The Strat podcast-ის წამყვანია. ახლა ხან ჰორმუზის სრუტის შესახებ პოდკასტი გამოუშვა. მოусმინე Strat-ს ყველა პოდკასტ პლატფორმაზე. გმადლობ ჰალი, ხომასეა.